მოკლედ დღევანდელმა დღემ კიდევ უკეთესად დაგვენახა თუ რატო არ უნდა ვიყოთ buy-ზე გათხოვებულები რა. ეხლა რას ნიშნავს და რას გულისხმობ ამაში. ზოგადად, როდესაც მარკეტზე გვაქვს რაღაც კონკრეტული buy-ი, მაგალითად ვართ uptrend-ზე და ჩვენ შესაბამისად ვეძებთ longs, ხო? თუნდაც ამ მარკეტის მაგალითზე რო ავიღოთ, მარკეტმა გუშინ მოხსნა all time high, შესაბამისად ისტორიულად რო ავიღოთ, მიდის ხოლმე ძირითადად მაღლა და მაღლა, როდესაც all time highs ხსნის. აი თუნდაც ახლა მარკეტზე აქ რო შევხედოთ, აგერ აზიის სესიაზე ვხედავთ, რომ გვაქვს კონსოლიდაცია, ლონდონის სესიაზე გვაქვს манипуляცია დაბლა მხარეს, პლუს წინა დღის low აიღო აქ და SMT გააკეთა მარკეტმა low-ებზე და რა თქმა უნდა, გეგმავდით მარკეტზე longs, რახან მარკეტი გვეუბნებოდა ამას. მოკლედ ამ ვიდეოში იმის თქვა მინდოდა, რომ მარკეტი ყოველთვის არ არის წმინდა, ანუ ყოველთვის არ შეგვიძლია დავინახოთ რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროჭული ჩანაფიქრი, რაც მარკეტს აქვს რა. ამიტომ ყველა დღე სატრეიდო არ არის და როდესაც მარკეტი გვეუბნება რომ გაჩერდი და დღეისთვის გიყო, ჩვენს უნდა შეგვეძლოს გაჩერება და იმ დღეს დასვენება ტრეიდინგისგან. ტრეიდინგის შესასწავლად, თუნდაც ფასიანი, თუნდაც უფასო ინფორმაციისთვის, შემოდით ჩემთან Discord-ზე და იქ აგიხსნე ყველაფერს დეტალურად.